გამარჯობათ მეგობრებო. მე მოგიყვებით ახლა 4 ოქტომბრის მიმდინარეობას და ვიტყვი ყველაფერს სიმართლეს. იქ ვიყავი. ცენტრის გულში ვიყავი. მაინტერესებდა რა ხდებოდა და რას აკეთებდნენ. არავითარ შემთხვევაში არ გაამტყუნოთ ეს ხალხი. ხალხმა თავისი სიტყვა შეასრულა. 100,000 კი არ ვიყავით, 200,000 ვიყავით იქ. და ამ ხალხს უძღვებოდა არა პოლიტიკოსები. პოლიტიკოსები იქ სად იყავით? სად გაიქეცით, რომელ ბუჩქებში იყავით? არც ერთი პოლიტიკოსი იქ არ ყოფილიყართ. იმ დროს, როცა ხალხს მთელი ამდენი ხანი მოუწოდებდით, რომ უნდა გვებრძოლა, რომ უნდა გაგვეკეთებინა. პროგრამა სად იყო? ბურჭულაძეს და ზოდელავას არ ქონდათ პროგრამა. ამდენ ხალხს რო ეძახით, თქვენ კაიდეთ მამიშვილებო, რეგიონებიდან ჩამოსულები, კაპიკი რო არ აქვს ჯიბეში და ცარიელები იყვნენ ჩამოსული, თავისი ლუკმაპურის ფული რო გადადეს იმისთვის, რომ თბილისში ჩამოსულიყვნენ. ჯერ ერთი ორგანიზაცია სად იყო? იქ წყალი არ ქონდათ ხალხს, მშივრები ამდენი ხანი რო იყვნენ, არავითარი ორგანიზაცია არ იყო, რომ ხალხი დაეპურებინა. მეორედ, პოლიტიკოსებო სად იყავით? მე რომ არც ერთი პოლიტიკოსი იქ არ მინახია. ამდენს რომ მოძღვრობას აკეთებდით, რომ აი 4 ოქტომბერს გავიმარჯვებთ, აი ისტორიული დღეა, ოქროს ასოები ჩაიწერება. სად ახართ? თქვენ უღალატეთ ხალხს. მე არ მაინტერესებს ახლა ის პოლიტიკოსი ნაციონალია თუ სხვა პარტიისა. ყველანი დამნაშავენი ხართ ხალხის წინაშე და არ დაიწყოთ ახლა ასეო და ისეო. თქვენ ხალხს უღალატეთ და ზურგი შეაქციეთ. ბურჭულაძე რომ პოლიტიკოსი არ იყო, არ იცოდით? რო გამოიყვანეთ ამდენი ხალხი, პროგრამა სად ქონდათ? ხო უნდა გებრძოლათ იმ პროგრამისათვის, თქვენ კაიდეთ მამიშვილო, რომ არ ჩავარდნილიყო ეს 4 ოქტომბერი, რომელსაც ღმერთივით ველოდით. რა გააკეთეთ ეს? არც ერთი იქ არ იყავით, ნამუსი სადა გაქვთ, რომელ პოლიტიკოს? ხაბეიშვილი რო დაიჭირეს, ხაბეიშვილის შემცვლელი არ ყავდა ამ აქციას, ამ შეკრებას? თან რო იძახით, ხალხს რო ეუბნებით, 4-ში დავიწყებ და 4-ში დავამთავრებ. სად იყო ან დაწყება და ან დამთავრება? და ტყუილად ხელში რო ჩაუგდეთ ის ბურჭულაძე. წინა ლაივებში მithქვია მე, რომ ბურჭულაძე არ არის პოლიტიკოსი. და სწორედ პოლიტიკოსები უნდა გახოლოდნენ ამ გზას, რომ ხალხი მოემართათ, როგორც საჭირო იყო. ძალიან დიდი ბევრი შეცდომა დაუშვით. თქვენ გაგვიცრუეთ იმედები. როცა ჩვენს გვერდით უნდა ყოფილიყავით, არც ერთი არ იყავით. ტელევიზორში გამოსვლით და ბაქიაობით საქმე რო არ კეთდება, არ იცით? დღეს კიდევ ერთხელ ზეიმობს ივანიშვილის ბანდა და სირცხვილი თქვენ. ხალხს არასოდეს არ გაამტყუნებთ. ხალხმა თავის საქმე გააკეთა. მეორედ კიდე, ემიგრანტებო, იქ წულაია და ვიღაცები რო ტრაბახობდით, რომ აი ჩვენ ჩამოვალთ და მე იქ ჩამოსული არავინ არ მინახია. ასეთი მოუხრელი, ასეთი გაუბედურებული აქციები ჯერ არ მინახია. ხალხი მეწოდებოდა, არ იცოდნენ რა იყო. ზოდელავას რო უთხარი, მე გააგრძელეთ პროგრამა და ხალხს ნუ დავშლით, მეთქი არ გვაქვს პროგრამა. პროგრამა თუ არა გაქვთ, თქვენ კაიდეთ მამიშვილო, ამ ხელა საქმეს ზურგზე როგორ იყიდებთ? სასაცილოა, ხალხს დასცინეთ თქვენ დღეს. ეს რა იყო? ჩემამდე ვერ დადის. იქ იყვნენ შემოსულები, რომლებიც საპირისპიროდ ლაპარაკობდნენ, დემაგოგიას აწყობდნენ, რომ ხალხი დაეშალათ.
და თქვენ არ იყავით არსად. მალადეც პოლიტიკოსებო. მალადეც. მე დიდად გაკვირვებული ვარ თქვენგან. განსაკუთრებით ჩემი პარტიის ხალხისგან. სად იყავით? სახელებს არ გახსენებთ, მაგრამ თქვენ გულებში ჩაიხედეთ, რამდენად მართალი ხართ ხალხის წინაშე. მე ხალხი შემეცოდა. ამდენი ჩამოსული ასეთი იმედებით ჩამოსული ხალხი, ოჯახები რომ მიატოვებს, ბავშვები რომ მიატოვეს და ჩამოვიდნენ რომ საქართველო უყად დაგვებრუნებინა, თქვენ ჩვენს გვერდით არ იდეკით და სირცხვილი თქვენ. აი რას ნიშნავს, მოდი და არ თქვა, რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილი. თქვენ არც ერთი არ ხართ პოლიტიკოსები, ჯამბაზები გამოხვედით. დაგვრცინის დღეს ქოცები და ღირსებიცა ვართ. ღირსებიც. უპროგრამოთ ამ ხელა ხალხი რომ მოიყვანეთ სასაცილოდ. დაგვრცინეთ ხალხო, თქვენ პოლიტიკოსები ხართ, თქვენ სამშობლო გიყვართ, ტყუილად ნუ ბაქიაობთ ტელევიზიის წინაშე და ხალხის წინაშე. მე თქვენი ნახვაც არ მინდა. მეზიზღებით დღეს სუყელანი, ჩემი სამშობლო თქვენ მიატოვეთ, ზურგი შეუბრუნეთ, ამდენ ხალხს ატყუეთ და ბოლოს რა ერთი ადამიანი, ერთი პოლიტიკოსი არ გამოსულა იქ. პოლიტიკოსები არ იყო. თქვენ როგორ გონიათ ხალხის მასხრად აგდება შეგრჩებათ? მე აღარა მაქვს საქმე იმ კოცებთან, აღარა მაქვს საქმე იმ ზონდერებთან, თქვენთანა მაქვს საქმე. თქვენი ბრალია 4 ოქტომბერი რომ ჩავარდა, თქვენი ბრალი. ყველა პოლიტიკოსი განზე გახვედით და არ დაიწყოთ ეხლა აქ იმას ცუცნუ იტყვი ბურჭულაძესა და ვიღაცას. ბურჭულაძე არის კარგი მომღერალი, ხალხში განთქმული ბანი, მაგრამ არ იყო პოლიტიკოსი. ამ ხელა თაობას რო იძახებთ, ამ ხელა ხალხს რო გამოიძახებთ და იმედს აძლევთ, თქვენც იქ უნდა იყოთ იმად გვერდით. რისი შეგეშინათ თქვენ შიშრებო? სააკაშვილს რომელი მიუდგებით გვერდით ერთი მითხარით? სწორედ კარგი ხელმძღვანელი ხალხს მოუწოდებდა ვივამედიდან გაგვენთავისუფლებინა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 24 საათში გააკრობდა დამპალ ძირგამონპალ კოცბანდას. თქვენ ეს არ გინდოდათ. ეხლა მიხვდით მიხეილ სააკაშვილის ფასი, იმიტომ რომ თქვენ არსად უკანან ნალი არა გაქვთ რომ გვერდით დადგეთ. თქვენ მარტო ტრაბახობა იცით. ბრავო! ბრავო ოპოზიციის ლიდერებო! ბრავო! ხელი მაგაწეული თქვენს წინაშე. უსინდისოდ მოიქეცით თქვენ. უსინდისოდ. მე იქ ვიყავი კინაღამ წნევამ დამარტყა. როცა ზოდილავამ მითხრა რომ ჩვენ პროგრამა არ აგვაქვს. 200,000 რო გამოიძახეთ ხალხი. 100,000 ელოდებოდით, 200,000 მოვიდა. პროგრამა არ უნდა გქონდეთ? რა ნამუსით უნდა გამოხვიდეთ დღეს ტელევიზიებში და იტრაბახოთ. მე არ მწარ თქვენი პატრიოტობის. ძალიან გაბრაზებული ვარ. ძალიან. უსინდისოდ იქცევით სუყელანი. და ერთი კიდე ხალხს მინდა მოუწოდო. მოგწონთ თუ არა. მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ეს ქვეყანა 2003 წლიდან ხრამიდან ამოიყვანა ცხვირპირი მურიანი დაგბანად, დღეს იმის იქით გზა არ აგვაქვს. ზუსტად ის უნდა ყოფილიყო იქ და პროგრამაც იქნებოდა და ხალხის დაპურებაც იქ. მთელი დღე მშივრები რო იყვნენ ის ხალხი, ვინმეს გიფიქრიათ? Bravo, politicosebo. Bravo.